საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრებს. ამასთანავე ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უდიდესი ინტერესი გამოიწვია აღნიშნულმა ფორუმმა ბიზნეს სექტორში. დღეს ჩვენ ერთად ვმასპინძლობთ 350 ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს, რომელსაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა, რომ დაამყარონ ბიზნეს კავშირები, ურთიერთობები გააღრმავონ არსებული ბიზნეს კავშირები და რა თქმა უნდა აღნიშნული პლატფორმა კიდევ ერთხელ იქნება უდიდესი შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის, რომ გააღრმავდებს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში გვესაუბრა იმ მნიშვნელოვანი მიღწევების თაობაზე, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს. Გვქონდა შესაძლებლობა ჩემს კოლეგებთან მესაუბრა უფრო მეტად სიხმისეულად იმ ახალი შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც არაერთ სექტორში გვაქვს, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, ვაჭრობის მიმართულება, ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმი, ავიაცია, ზოგადად ტრანსპორტის სექტორი და ვფიქრობთ, რომ უამრავი შესაძლებლობაა, ახალი შესაძლებლობაა, რომლის გამოყენება შეგვიძლია იმისთვის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ურთიერთობები, გავაღრმავოთ ეკონომიკური კავშირი